რადიო კალენდარი. მოგესალმებით, საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ გადაცემას რადიო კალენდარი. ილია თაუბერიძე გესაუბრებათ, მიხეილ კოჩაძეა ჩვენი ხმის რეჟისორი. რადიო კალენდარი. თუკი დაინტერესდებით, როგორი იყო ლიტერატურა, კინო, თეატრი, გნებავთ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება საბჭოთა საქართველოში, სრულიად წარმოუდგენელია ეს შეძლოთ აკაკი ბაქრაძის პუბლიკაციებისა და წიგნების გარეშე. ამ მემკვიდრეობამ 8 მოზრდილი ტომი შეადგინა და ზოგი რამ კიდევ ელის გამოცემას. აკაკი ბაქრაძე სრულიად ღიად წერდა და ამხელდა საბჭოთა რეჟიმს. იმ დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, რომ ეს წიგნები ოდესმე დაიბეჭდებოდა, ამიტომაც მისი ნაშრომები უფრო ხშირად არალეგალურად გადაბეჭდილი ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. მათ შორის იყო ანტისაბჭოთა წიგნი, მწერლობის მოთვინიერება, რომელიც 1983 წელს დაიწერა, მაგრამ 90-იანებში გამოვიდა. მისი ავტორი ამ წიგნის დაბეჭდვის შემდეგაც მიიჩნევდა, რომ მწერლობის მოთვინიერებაში დასმულ საკითხებს აქტუალობა არ დაუკარგავს, რადგან სისტემამ, რეჟიმმა ადამიანთა ცნობიერებაში დატოვა ღრმა კვალი და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ამ ჩანაწერის ფრაგმენტი ჩვენი რადიოს ოქროს ფონდიდან. საქმე მარტო ის არ არის, რას აკეთებდა ოფიციალური პოლიტიკა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რა გავლენა დატოვა ადამიანთა ცნობიერებაში ამ ოფიციალურმა პოლიტიკამ. ჯერ ქართველი კაცის ცნობიერება, არც მწერლისა და არც თქვათ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისა არ არის თავისუფალი იმ ცნობიერებისაგან, რომელიც ჩაინერგა კომუნისტური რეჟიმის მიერ. სანამ ეს ცნობიერება იქნება, მანამ პრობლემა, რაც დასმულია ამ წიგნში, აქტუალური იქნება. იმიტომ რომ უმთავრესი ამოცანა სწორედ ის გახლავთ, რომ ადამიანთა გონება გათავისუფლდეს ყველაფერი იმისაგან, რაც ამ 70 წლის მანძილზე ბატონობდა როგორც ოფიციალური იდეოლოგია. გონების გათავისუფლება უპირველესი ამოცანა. და ეს, რა თქმა უნდა, იოლი საქმე არ გახლავთ. ამაც არსებითად თაობათა გამოცვლა უნდა. რადგან ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაიბადნენ, გაეზარდნენ, მოწიფულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, ძალიან ძნელად გათავისუფლებიან ამ იდეოლოგიისაგან და ისიც თითოეულ ადამიანი. ლიანგი მასა ამისაგან ვერ გათავისუფლდება. ამიტომ პროცესი მაშინ დამთავრდება, როცა თაობები გამოიცვლება და მოვა უკვე ახალ შეხედულებათა ნიადაგზე აღზრდილი ადამიანები. აქ წერია წიგნში, რომ სულის რევოლუცია არის საჭირო და სულის რევოლუცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენი ცნობიერება უნდა გამოიცვალოს, ჩვენი ცნობიერება უნდა გახდეს სხვა. 90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეც ხშირად უთქვამს, მეგონა რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო. ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიჩნევდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ მას არ მოусმინა და რაც მთავარია არ ისწავლა მისგან. არადა 80-იანებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადიოდა აკაკი ბაქრაძის ლექციებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც რამდენჯერმე აკრძალეს, მერე ისევ განაახლეს. ეს ლექციები განახლდა პერესტროიკის პერიოდში, ჯერ უნივერსიტეტში, შემდეგ დარეჯანის სასახლის ეზოში მდებარე ეკლესიაში, სადაც კოტე მახარაძის ერთი მსახიობის თეატრი იყო შემდეგში განთავსებული და ამ თეატრის პირველი სპექტაკლის სცენარი ილია ჭავჭავაძეს რო ეძღვნებოდა, ხომ სწორედ აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნოდა. მაშინ პირველად დაიწყო ხმამაღლა საუბარი ილიას მკვლელობის გარემოებებზე. აკაკი ბაქრაძის შესახებ ვისაუბრებთ დღეს ჩვენს გადაცემაში. რადიო კალენდარის სტუმარია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე. 29 მარტს აკაკი ბაქრაძის დაბადებიდან 93 წელი სრულდება. ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა. რადიო კალენდარი. ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი სტუმარი გახლავთ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე. ლაშა, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. რამდენიმე Facebook პოსტი შემხვედრია, ინტერვიუებშიც მომისმენია თქვენ წერთ იმ ტკივილზე, რაც აკაკი ბაქრაძეს ჰქონდა სიცოცხლის ბოლო წლებში და თვლით, რომ აკაკი ბაქრაძე ქართული საზოგადოებისათვის მაინც უცხო დარჩა, მისი ნააზრევი ძალიან ადვილად დაივიწყეს. როგორც მახსოვს 95 წელს ბოლო წიგნსაც მან ასე დაარქვა დაწუნებული გზა. კი ბატონო. მოდი ამაზე ვისაუბროთ, დავიწყოთ ამით. როგორი იყო მისი ბოლო წლები? მას არ უთქვამს უარი ამ გზაზე, რასაც დაწუნებული გზა დაარქვა, ერთგული დარჩა ამ გზის, იმიტომ რომ მას მიაჩნდა, რომ ეს იყო ის გზა, რომელსაც ქართველი ხალხი და ქართველიერი უნდა გაყოლოდა. ხომ არ საუბრობდა ამაზე შენთან სახში და კი, როგორ ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით, მათ შორის იმაზე, რომ რასაკვირველია გარკვეული ასეთი გულისაცრუება იყო, რადგან ხედავდა, რომ ქვეყანა არ ვითარდება
ნორმალურად გახსოვთ ალბათ თავის დროზე, როდესაც თქვა რომ 30 წელი დაგვჭირდებაო და აგერ გადის 30 წელი და დღესაც ყველაფერი არ არის დალაგებული ამ ქვეყანაში და მაშინ როგორ შეიცხადეს რომ რა ვარ თუ 30 წელი იქნებაო. ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ კი არა რომ წინასწარმეტყველი იყო, არამედ ანალიზის უნარი ჰქონდა, ძალიან მე ვიტყოდი განვითარებული და ძალიან ბევრ რაღაცას ხედავდა, რასაც ადამიანები იმ დროს, იმ მომენტში ვერ ხედავდნენ და შეეძლო აი უკეთესად განეჭვრიტა რა მოხდებოდა. მე მაგალითად ძალიან ხშირად ასაკურე ხარ სხვებსაც, ვისაც მამა გარდაეცვალა, შეიძლება ასევე ფიქრობდნენ, ძალიან მჭირდება ხოლმე დღესაც ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. პირადად მე ძალიან ხელს მიწყობს ხოლმე რაღაცებს გადავხედავ ხოლმე ძველ ჩანაწერებსა და შეიძლება ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, რომ თითქოს დღეს წერდეს. ფაქტია, რომ საბჭოთა წარსული, რომელიც დღეს ახლებურად არის წარმოჩენილი, შეიძლება იმის გამო, რომ გაიხსნა არქივები, ხელმისაწვდომი გახდა ბევრი დოკუმენტი, მაგრამ აკაკი ბაქრაძის ნაშრომების გარეშე პრაქტიკულად საბჭოთა წარსულის კვლევა არის წარმოუდგენელი და ის არ ლაპარაკობს მარტო იმაზე რაც იყო, ის ლაპარაკობს იმაზე რა შეიძლება მოხდეს და როგორ უნდა განვითარდეს. მაგრამ ამას ყველაფერს ის აღწერდა ის საოცარი უკომპრომისო. აი ეს სიტყვებს მოვიყვან მისი ერთი ინტერვიუდან, რომ ეკითხებიან როგორ ახერხებთ ამას და ყველა ხელისუფლება ცდილობს რომ პიროვნება მორჩილებაში ყავდეს. პიროვნებას კი თავისუფლებას წყურია. ეს მარადიული კონფლიქტია, თანაც კარგი, რადგან შემოქმედების წყაროა. თუ მორჩილი ხდები, დაკარგავ ან უნარს. მე კი ეს ასე არ მინდოდა და ამიტომ არ გავხდი. აი თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა კი აი ესე დავსვათ კითხვა იმ სისტემაშიც. მე ვიტყოდი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც ბევრს მამაჩემი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიტყვებით აქებდეს ხოლმე ზოგჯერ, ოღონდ ისიც თუ პირდაპირ შეეკითხები, არის ის, რომ მამაჩემმა აჩვენა, რომ შესაძლებელია იმ სისტემაშიც არ წახვიდეს სრულიად ჩინაგან ემიგრაციაში, პირიქით რაღაცა საზოგადოებრივი ფუნქცია ჰქონდეს, მეცაც გეტყვი, თანამდებობა გეჭიროს, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ გარკვეულ კომპრომისებზე ადამიანი არ წასულიყო და შესაძლებელი იყო, რომ თავისი პოზიცია ყოველთვის მაინც მკაფიოდ ეთქვა. და აი ეს გამონაკლისი სწორედ აღიზიანებს, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს, პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელიც იმ დროს ცხოვრობდნენ, რადგანაც მათ კომპრომისებს სწორედ ხაზს უსვამს და ის თავის გამართლება, რომ სხვანაირად მაშინ არ შეიძლებოდა, აი ეს გამონაკლისი მამაჩემის სახით აჩვენებს, რომ შესაძლებელი იყო, ანუ მათაც შეეძლოთ ასევე არა კარიერისტული მიზნებით ეხემძღვანელად პირველ რიგში, არამედ ეხემძღვანელად საკუთარი სინდისის მიხედვით და აი ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს მისი თაობის ადამიანს პირველ რიგში ისევ ვიმეორებ აღიზიანებს ძალიან და უნდათ რომ მოუძებნონ ხოლმე რაღაცა მასაც აი თუნდაც ის რა ქვია პარტიაში იყო თუ არ იყო და ასე შემდეგ, მაგრამ აი მთელი მისი ნაწერები რო წაიკითხოთ, რაც დოკუმენტია, ხო? თქვენ ვერ ნახავთ მართლაც და ეს სრულიად არა მამაშვილობიდან გამომდინარე, არამედ დამოუკიდებლად ამისგან შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ძალიან დიდი გამონაკლისია, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ უარი თქვეს საერთოდ თქვათ სისტემაში რაიმენაირი ფუნქცია შეესრულებინათ, კი ბატონო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში მაინც არსებობდნენ, პირიქით როგორც მამაჩემი, თუნდაც იგივე, როცა კინოში იყო, როცა თეატრში იყო, ყოველთვის ვთქვობდა, რომ რაღაცა გარკვეული პოლიტიკა გაეტარებინა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რასაკვირველია ოფიციალურ და სახელისუფლებო პოლიტიკას და ეს რომ შეძლო, ეს არის მართლა ძალიან დიდი განსაკუთრებული გამონაკლისი და აი ეს გამონაკლისი სწორედ ბევრს არ სიამოვნებს. ამის ნათელი მაგალითია 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები ენასთან დაკავშირებით, მაშინ აკაკი ბაქრაძე გახდა რუსთაველის თეატრის დირექტორი, ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენმა თაობამ, შემდეგმა თაობამ გავიგეთ პერესტროიკის პერიოდში გამოქვეყნებული წერილიდან თადბირები კომპარტიის ცეკაში, როგორ ააგორა პრაქტიკულად მან ეს მოძრაობა ენის სიწმინდეს. მაგრამ უნდა ითქვას ახლა მამაჩემის გარდა იქ მართლაც კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო და ძალიან დიდი როლი. კი ბატონო, თუნდაც მოდარწულეისკირი, მაგრამ არა მხოლოდ და კიდევ იყვნენ მართლაც სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან დიდი როლი. ისინიც არ უარყოფენ, რომ ბიძგის მიმცემია. კი, რასაკვირველია, იმიტომ რომ ჭირდებოდათ მათაც. ახლა მეორე მხრივ, აი თუნდაც იგივე 78-ში ეს მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს, როგორი მიმოსვლა იყო თუნდაც ჩვენთან სახლში და როგორი მსჯელობები იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ
აი მამაჩემი მაინც იყო იმ ტრამვირებული თაობის წარმომადგენელი, რომელსაც კარგად ახსოვდა 56 წელი, ხო? და აი ეს დიდი დემონსტრაცია, რომელიც 78-ში მოხდა, ძალიან კარგად მახსოვს მართლაც მაშინ, როდესაც რუსთაველის თეატრის ყველა კარი გააღეს, რადგანაც მოელოდა მაინც რომ შეიძლებოდა ესრულა და ძალიან კარგად მახსოვს დილით ადრე როცა გამოვედით მამას წავყევი თეატრში და გზაში ვნახეთ უკვე სანაპიროზე იდგნენ ჯავშან ტრანსპორტიორები, მერე ავედით რუსთაველის თეატრის სახურავზე და იქიდან ჩანდა როგორი სნაიპერები როგორ იდგნენ შენობების სახურავზე კინოთეატრი რუსთაველის, დასაკვირველია პარლამენტის და ასე შემდეგ და მოსალოდნელი სრულიად ცხადი იყო რომ შეიძლებოდა ესრულად და ისიც ძალიან კარგად მახსოვს შევარდნაძეს სიტყვა, რომელიც გადაიცემოდა ტელევიზიით, როგორ დიდ პაუზებს აკეთებდა ხოლმე, რადგანაც მასთან გაუთავებლად მოქონდათ რაღაცა პატარა ფურცლები, რომელზეც ეწერდა რა ხდება გარეთ. და ალბათ მოსკოვთან როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ძალიან სამწუხაროა, რომ შევარდნაძემ ვერ მოახერხა თავის მოგონებებშიაც კი აი ეს დღე უფრო რეალისტურად აღეწერა, ვიდრე რაღაცა თითქოს მესამე პირის დაწერილი იყოს ეს ნაწარმოებები. წერლობის მოთვინიერება ერთ-ერთი მთავარი წიგნია აკაკი ბაქრაძის შემოქმედებაში. ხო, ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ, შეიძლება მთავარი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანიც ასაკვირველია და თუნდაც იმიტომ რომ დაიწერა საბჭოთა პერიოდში იყო ანტისაბჭოთა წიგნი. ხო, ეხლა მაგალითად ამას წინათ ვიღაც უცხოელ მეკითხებოდა, რომ ეს ცენზურის მიერ უარყოფილიყო, აი ეს წიგნი არ ცენზურის მიერ არ იყო უარყოფილი, რადგანაც თავისთავად ცხადი იყო, რომ ამას არავითარ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის ეს წიგნი ვერ გამოქვეყნდებოდა. მაგრამ ვრცელდებოდა ხელნაწერი. ხო, და ამიტომაც რა ქვია, არასოდეს მამაჩემს არც მიუტანია გამოცემობაში, იმიტომ ცხადი იყო თავისთავად, რომ არასოდეს არ დაბეჭდავდნენ და ამიტომაც დედაჩემის მიერ მრავალგზის გადაბეჭდილს შეკრულს ერთად ასე სანდო პირებს აძლევდნენ ხოლმე და კითხულობდნენ და რასაკვირველია მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აი ძალიან ბევრი რამ, რაც ამ წიგნშია, იყო ის, რასაც ლექციებზე წყვებოდა ხოლმე. ის აღნიშნავს კიდევ თამაშს შესაძლოა. ლექციები. და ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა იმ დროს ახალგაზრდა ადამიანისგან ვიცი, რომ ეს იყო შოკის მონგრელი, რომ ასეთ თემებზე საერთოდ შეიძლებოდა საზოგადოებაში საუბარი, ფართო საზოგადოების წინაშე ღია ლექციებზე და ძალიან ბევრისათვის ეს იყო რაღაცა მოხდა მათ თავში, რომ მიხვდნენ, რომ ესე იგი სრულიად სხვანაირად შეიძლება შეხედო სამყაროსა და სრულიად სხვანაირად აღიქვა ეს ამბავი, რომ ეს თავისუფლებაც კი შესაძლებელია. მე მინდა წიგნის ბიოგრაფიაზე კითხვა, საინტერესო ბიოგრაფია 83 წელს დაიწერა, გავრცელდა ხელნაწერი, ვრცელდებოდა კითხულობდნენ. შემდეგ ის 90-იანებში გამოიცა, მაგრამ არ გამოიცა იმ სახით, როგორც თქვენ 2019-ში საბოლოოდ. თქვენ მე 8 ტომეულში შეიტანეთ, მაგრამ იქაც იგივე ვერსია, მაგრამ 2019 წლის რედაქციაზე მინდა კითხოთ, აქ თითქმის თუ შეიძლება ითქვას, გახსნილია ყველა ქარაგმა, სახელგვარები, ციტატები. აი, რატო ვერ მოახერხეთ 8 ტომეულის დროს ამის გაკეთება? ან რატო არ მოახერხეთ? ვერ მოვახერხეთ, გეტყვით, იმიტომ რომ მე აქ არ ვიყავი თბილისში და დედაჩემი მუშაობდა თვითონ ამ ატომეულზე როსტომ ჩხეიძეცა და აიღეს ის უკვე გამოცემული და ის გამოსცეს, რაც მაშინაც თქვი რომ თუ ვაკეთებთ პოდი, გავაკეთოთ ისე როგორც იყო, აი როგორც ვრცელდებოდა, თუნდაც გადაბეჭდილი სახით, მაგრამ რაღაცა მაშინ ვერ მოახერხეს და მეც ვერ მივაქცია ყურადღება, ამიტომაც 2019-ში სწორედ გამოვეცი თავიდან თან ილუსტრაციებით, აი ეს აი ეს ილუსტრაციები უნდა ვთქვა, რომ თვითონ უნდოდა ძალიან. და აქვს ამაზე პატარა ჩანაწერიც კი და ისედაც ვიცი, იმიტომ გვილაპარაკი ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია მასთან ერთად რო გაგვეკეთებინა იგივე ალბათ სხვა ილუსტრაციები იქნებოდა, მაგრამ ნუ დაახლოებით მაინც ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად შევეცადე, რომ ეს სურვილი ამესრულებინა და მეც ვფიქრობ, რომ ილუსტრაციები რასაკვირველი უხდება განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისათვის, რომელსაც შეიძლება დღეს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას ამა თუ იმ ტექსტისა და მე უყურებთ ვცდილობ ხოლმე თუნდაც იგივე ილია ჭავჭავაძე გვაქვს ასე გაკეთებული აკაკი წერეთელი რომ დატვირთული იყოს ილუსტრაციებითაც მე ვფიქრობ რომ უფრო ადვილად მისაღწევია ასე ახალგაზრდობამდე და ახალგაზრდობისათვის ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ თითქოს და რაღაცა წარსულ ლიტერატურას ეხება მაგრამ აი თვითონ გვაჩვენებს როგორ ფუნქციონირებს სისტემა როგორ ხდება მართლაც
რაღაც აი მოთვინიერება ლიტერატურის როგორც თვითონ ორგანული ნაწილი ხდება ამ წიგნით და რატომ? იმიტომ რომ აქ არის მოცულობით იმხელა მასალაა შეტანილი, არა მარტო მისი ნაზრი, არამედ ტექსტოლოგიური მასალა, დოკუმენტები, პარტიული ლიდერების ციტატები, რომლებიც არის დამოწმებული ყველა, ძალიან კარგი ლირიკური ინტერმეცოები, რომელიც უხდება ამ ტექსტს. ანეკდოტებით შეგვიძლია ვთქვათ, ხო? მაგრამ ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც არც თუ ისე ადვილი იყო, ეხლა წარმოიდგინეთ იმ დროს, თუნდაც ამ მასალის მოპოვება, ეხლა წარმომიდგენია დღეს, როცა მართლაც შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა არქივები, რამდენად უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ამ მხრივათაც აი ეს სამუშაო, რომელიც ჩატარებული იქნა, არის მართლაც გასაოცარი, აი ამადენი უკვე, ასე ვთქვათ, გამოქვეყნებული ლიტერატურიდან, თუნდაც როგორ შეიძლება ძალიან კარგად ჩვენება საარქივო მასალის გარეშეც თუ როგორ ხდებოდა და რა ხდებოდა ამ საბჭოთა კავშირის პერიოდში, განსაკუთრებით რასაკვირველია 20-30-იან წლებში, მაგრამ მერე 70-იან 80-იან წლებში, როდესაც თითქოს და აღარ იყო რასაკვირველია ის ტერორი, რომელიც იყო სტალინის პერიოდში, მაგრამ ადამიანები უკვე იმდენად იყვნენ ამ წნეხში გატარებულები, რომ მათ აღარც კი ჭირდებოდათ ისეთი დიდი ტერორი, როგორც სტალინის დროს იყო და თვითონ ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რომელიც მათ დაეკისრათ ხელისუფლების მიერ. ძალიან მიყვარს ამ წიგნიდან ერთი თავი, რომელსაც ქვია აზრის დასაჭურისება. კი ბატონო. და რატომ მიყვარს ცხადად და ნათლად მახსოვს, როგორ ყვებოდა ამას ლექციაზე უნივერსიტეტის დიდ დარბაზში. მე უკვე 80-იანების ბოლო თაობა ვარ სტუდენტობის და უკვე მაშინ აღდგა მეორედ ეს ლექციები. კარგად მახსოვს, როგორ აგვიხსნა მთვარის მოტაცებაში ამოღებული ის ნაწილები, რომელიც ამ მთვარის მოტაცებას თავდაყირად აყენებს მის აზრს და განსაკუთრებით ერთი კურიოზიც კი, როგორც ამბობდა თვითონ, რომ ასეთ გადაკეთებებს კურიოზამდეც კი მიყავდა, როცა ლაპარაკია ორ გზაზე, როცა ლაპარაკობს თარაშემხმარი, რომელი გზა უნდა არჩიოს და მე ავირჩიე სტალინის გზა და მე კი ძალიან მომწონსო ეს რაც მოხდა, რომ სტალინის გზა ერჩი და ამ გზამ დაღუპაო, მაგრამ აი ესეთ რაღაცების ყურადღების მიქცევა შესაძლებელი იყო სწორედ აკაკი ბაქრაძის ამ ლექციები. ამის შემდეგ მოვძებნე მთვარის მოტაცების 36 წლის გამოცემა და წავიკითხე რა იყო რეალურად რა დაწერა კონსტანტინე გამსახურდია. მაგრამ თავარი ერთი რამ არის, რომ თვითონ ბატონი აკაკიც ამბობდა, რომ ეს წიგნი და მწერლობის მოთმინება თუ სხვა წიგნებია, იმიტომ არ იწერებოდა, რომ ვინმე გაეკიცხა. იმიტომ წერდა, რომ დაგვენახა რა ხდებოდა და აი ამის გაგრძელება იყო სწორედ მას ჩაფიქრებული ქონდა შემდეგი წიგნი გადარჩენა. თქვენ ეს გამოაქვეყნეთ მიხედვით როგორი გეგმაც არსებობს. გეგმა არსებობდა და რა იდო ამ ასე ვთქვათ საქაღალდეში, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედებოდა ამ წიგნს. სასაკვირველია წიგნი როგორი იქნებოდა, ამას დღეს ვეღარ აღვადგენთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, ცხადი ხდება, იმიტომ რომ რასაკვირველია ყოველთვის არის ერთი მიმართულება, არის ასე ვთქვათ, ხელისუფლება რას უშვება და როგორ ათვინიერებს წერლობას, მაგრამ ამავე დროს არსებობს მუდმივად წინააღმდეგობაც ამ ძალადობის წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ, რომ ასეთი ადამიანებიც იყვნენ და აი ამ ძალადობას ადამიანები წინააღმდეგობას უწევდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს წიგნი მან ვერ დაასრულა, იმიტომ რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ქონდა, ის ხო წერს ხშირად, რომ მე ვწერ მაშინ როცა თავში ყველაფერი მაქვს თავიდან ბოლომდე მოფიქრებული და მე გადამაქვს ეს ქაღალდი. მაგალითად, ბევრჯერ მინახავს, აი თუნდაც იგივე ილია ჭავჭავაძე, ასაკურა წარმოუდგენ დიდი მასალა ქონდა შეგროვილი, რვეულები არის სავსე ხოლმე მთელი ციტატებით, ვთქვათ, ამოწერილია რაღაცა გარკვეული შინაარსის ჩანაწერებია, მაგრამ მერე როცა ჯდებოდა დასაწერად ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით წერდა ხოლმე რა. შეიძლება დღეები გაგრძელებული იყო და შეიძლება კვირებიც, მაგრამ აი მერე წერის პროცესი კიდე სრულიად სხვა იყო და ეს არ გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ქონდა, უბრალოდ ვეღარ მოასწრო ისე როგორც მაგალითად ბოლო წლებში უნდა დაეწერა და ძალიან ვდარდობ, რომ რასაკვირველია ვეღარ მოასწრო ბავშვობაში რა წიგნებს აკითხებდნენ, რაზეც გაიზარდა. მათ შორის ასაკურე პროპაგანდისტული ლიტერატურა ის, მაგალითად პიონერში რა იბეჭდებოდა ჟურნალში და სხვა ესე საბავშვო ტექსტები რა იყო, რაზეც იზრდებოდა საბჭოთა ბავშვი სტალინის პერიოდში, ომამდე. ეს უაღრესად საინტერესო იქნებოდა, რომ გაეკეთებინა და მე მომქონდა ხოლმე ზოგჯერ საჯარო ბიბლიოთეკიდან მისთვის რაღაცა წიგნები, რომ გაიხსენებინა ეს ამბები და აი ეს არის ძალიან საინტერესო, როგორ შეიძლება რომ აი ამ წნეხს მაინც გაუძლოს ადამიანმა და მერე მაინც შეძლოს რაღაცა თავისუფალი აზროვნება შეინარჩუნოს. ეს არის ყველაზე საინტერესო მომენტი ჩემთვის. ალბათ ეს ყველაფერი ჩანაწერებში ექნება, რომელზეც თქვენ ამათინათ საუბრობდით, რომ ეს გამოჩენას ელოდება. მე მინდა გკითხოთ, მოგვიყვეთ რა არის ეს ჩანაწერები. ჩანაწერებს დღიურებს ვერ დავარქმევთ,
ვუყურებთ, რადგანაც დღიურებში არის ხომ ხშირად როგორც წესი და რიგი, რაღაცა თქვათ რიცხვი, ესეთებიც არის, ამიტომაც ვამბობ ჩანაწერებს, არის დღიურებიც და ჩანაწერებიც, რომელიც რაღაც მომენტში, რაღაც ამბავს ჩაიწერდა ხოლმე. გარდა ამისა არის ძალიან საინტერესო გაზეთებიდან ამონაჭრები ჩაწებებული და ზოგჯერ ისედაც მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება უფროსებისათვისაც და ახალგაზრდა თაობისათვისაც, თუნდაც ერთი ადამიანის ხედვა ასევე როგორც ყოველთვის არის ხოლმე რა ქვია სუბიექტური ხედვა ერთი ადამიანისა დაინახონ აი რა თემებზე საუბრობდა ადამიანი და თანამავე დროს როგორც გითხარით გაზეთებიდან ამოჭრები ციტატები არის გაზეთებიდან ჟურნალებიდან ანეკდოტებია სხვადასხვა მოყოლი იმ დროს რაც იყო და მე ვფიქრობ რომ აი ძალიან დიდ პერიოდს მოიცავს სადღაც 50-იან წლებში იწყება მაგრამ დასაწყისი არის ძალიან მოცულობითია ჩანაწერები კი მოცულობითია და აი უკვე მე 70-იანი წლების ბოლოდან 80-იანი წლები 90-იანი წლები ძალიან ბევრია და მე ვიტყოდი რომ ეს ყველას ვისაც ახსოვს იმას გაახსენებს და ვისაც არ ახსოვს და უფრო ახალგაზრდა არის ძალიან ბევრ რამეს დაანახებს ამას წინათ დავწერე რომ ახალგაზრდებისაც განსაკუთრებით გასაგები რო ყოფილა აი მამაჩემი დროს რო Facebook-ი ყოფილიყო თქო რას დაწერდა თქო ხო მართლაც ეხა დღეს Facebook-ზე თუ სხვა სოციალურ პლატფორმებზე ძალიან ბევრს წერენ ადამიანები აი დაახლოებით ასე უნდა წარმოვიდგინოთ რომ ესეთი რაღაცა მოვლენებთან დაკავშირებით არის ლაპარაკი და მე ვფიქრობ რომ მართლაც ფართო საზოგადოებისათვის ეს ძალიან საინტერესო იქნება და დაანახვებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეიძლება სუბიექტურ ხედვას ცალკეული ადამიანისა მაგრამ მაინც ერთი გარკვეული ადამიანის ხედვას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ რომ თან თუ გავითვალისწინებთ რომ ბატონი აკაკი კითხულობდა ყველაფერს განსაკუთრებით კითხულობდა ამ კომუნისტური ოფიციოზის ყველა ტექსტი, იმიტომ საოცარი რომ სკოლებში უყურებ იქ შავანაძის შევა. აქაც ყველაფერი ახლა მითითებულია. საიდან არის ესა თუ ის ზუსტად არის ყველაფერი, ასე რომ ყველაფრის გადამოწმება შეიძლება და თან ხშირად კომენტარიც ერთვის. იმიტომ რომ აი როცა კითხულობ აი ხან ფიქრობ რომ აი რატო დააინტერესა თქვა რომელიღაცა პარტიულ ყრილობაზე საანგარიშო მოხსენება, მაგრამ მე ისეთ ციტატას ნახულობ რომ გიჩნდება სურვილი წახვიდე ის მოხსენება მართლა წაიკითხო რომ მე ეპოქის რაღაც ნახო. ასე რომ აი მე ვფიქრობ რომ ეს ვისაც კერძოდ აკაკი ბაქრაძე აინტერესებს იმათვისაც შეავსებს ძალიან დაფინანსებას ჭირდება და ვეძებ და საერთოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ადამიანების ნააზრევი თუნდაც მიუღებელი იყოს როგორც მის სიცოცხლეში იყო ძალიან ბევრი რამ ძალიან ბევრისათვის მიუღებელი გულახდეათ რომ თქვა მიმარჩია უხერხულად რომ შვილები რომ მამებზე ლაპარაკობენ გაუთავებლად და მხოლოდ მამა იმიტომ არის ვიღაცისათვის ცნობილი და რომ რაღაცა შვილი ამაზე ბოდიში მომითხოვე ამ სიტყვაზე რასაკვირველია ჩალიჩობს მე მიმაჩნია რომ საზოგადოებისათვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა და მარტო შვილის საქმე არ უნდა იყოს ეს მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში რეალობა ესეთია რომ შვილი თუ არ გამოადგა მამას და დედას მე ის დავიწყებას ეცემა ხოლმე ისე როგორც აი მაგალითად ქართულ მედიაში როდესაც უყურებ ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო თქვა ეროვნული მოძრაობა ვიდრე ქართულ მედიას და ქართულ ჟურნალისტებს დღეს წარმოუდგენიათ და აი ფაქტობრივად მამაჩემის სახელი არ ხვდება ხოლმე არადა აი თუნდაც იმდროინდელი მართლა გაზეთი და ჟურნალი რო აიღო თქვენ ფაქტობრივად ვერ ნახავთ გაზეთსა და ჟურნალს როდესაც არ არის რაღაცა მამაჩემზეც მაგალითად საუბარი ან რაღაცა მამაჩემს არ ეკითხებიან და ეს ფაქტობრივად ამოღებულია და რედუცირებული არის მთელი ქართული ეროვნული მოძრაობა ორ-სამ პიროვნებაზე და ეს ასე არ იყო და ჩვენ თუ გინდა რომ რეალისტური სურათი აღვადგინოთ ამისი ეს ჩანაწერებიც გამოდგება რასაკვირველია მაგრამ ჩვენ თუ გინდა რომ რეალისტური სურათი აღვადგინოთ მაშინ ბოდიში მომთხოვია და ცოტათი ქართულმა ჟურნალისტებად მეტი უნდა იკითხონ ვიდრე ასაკურით მოსმენ და მკვლევრებმაც ასაკურით უაღლესი ისტორია შესასწავლია მე მგონი პირველი რესპუბლიკიდან დღემდე თავიდან ბოლომდე მთელი მე-20 საუკუნე არის თავიდან კარგად დასაწერი და მით უმეტეს რასაკვირველია ეს უახლოესი ბოლო პერიოდი საბჭოთა კავშირისა და დასაწყისი დამოუკიდებელ გზაზე არჩევდექით მას შემდეგ აი რა ხდებოდა როგორ ხდებოდა რა ძალიან ძნელია რადგანაც თემები რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს თითქოს და ხო თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მეტნაკლებად არ არის ცენზურა და ასე შემდეგ არის ტაბუირებული თემები რომელთა შესახებაც ძალიან ჭირს დღეს საუბარი იმიტომ რომ ჩაქოლავენ ჩვენ დრო სამწუხაროდ ამოიწურა და კითხვები მაქვს მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ვისაუბრებთ აკაკი ბაქრაძეზე ყოველთვის სასიამოვნო იქნება ჩვენს მსმენელს შევახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა აი როცა გამოვცემთ თავიდან მე შევხვდეთ ჩვენ საუბრობთ ბატონი აკაკი ბაქრაძის შესახებ რომლის დაბადებიდან 93 წელი 29 მარტს სრულდება მომავალ შეხვედრამდე რადიო კალენდარი